მოგესალმებით, დაგიბრუნდით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან. დღეს მინდა პატარა ინფორმაციული განხილვა მოვაწყო თუ რა ხდება ჩვენს თავს, რა გეგმები გვაქვს, რა ავტომობილით ვაპირებთ წელს მონაწილეობის მიღებას კონკრეტულ სხვადასხვა ჩემპიონატებზე. გასათამაშებელ მანქანასაც მინდა შევეხო, რომელიც დიდი ხანი არ გამოჩენილა და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგან ის ავტომობილი 33-ს გამომწერზე, როგორც კი ავალთ, პირველივე ვიდეოში უნდა გავათამაშოთ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ეს ყველაფერი ძალიან მალე მინდა მოხდეს, რომ მომაშოროთ ის ავტომობილი და ეს სიახლეები კიდე შემოვიდეს ჩვენ გუნდში და ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც უნდა გავათამაშოთ ამ ავტომობილს. როგორც გითხარი, განახებთ. ჯერ პირველ რიგში მინდა დავიწყოთ ჩემგან ხელმარცხნივ, მოდი დათუნ. ეს არის ჩემი Toyota GT86, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცით. ამ ავტომობილში მოვათავსეთ 2JZ, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველაფერი მე და გოგამ გავაკეთეთ აბსოლუტურად. ეხლა ვართ იმ ეტაპზე მისული, რომ გვჭირდება ეგრეთ წოდებული გამონაბოლქვის სისტემის გამოსვლელებზე დაჩიკები, EGR ქვია თუ არ ვწდები, რომ გავზომოთ რა ტემპერატურის სიმხურვალე გამოგვდის. საყიდელი გვაქვს ელექტრო პომპა წყლის სისტემის, მექანიკური, რომელიც დგება წინიდან, როგორც აქვს ნოდოს ავტომობილს და ასევე საყიდელი გვაქვს გიდრაულიკა, რომელიც არის მექანიკური, ამ ავტომობილზე გვეყენა ელექტროოპელის, როგორც გახსოვთ და მოხსენით გავაგდეთ აქედან ეგ ელექტროოპელის გიდრაულიკა და მექანიკურ გიდრაულიკაზე გადავდივართ, რომელსაც custom ამზადებენ და ამ ყველაფრისთვის ახლა ჩვენ გვჭირდება თანხები დაახლოებით $2000, ამ ნაწილებსაც შევიძენთ და სრულიად დამთავრდება უკვე ეს ავტომობილი და იხილავთ უკვე ამ ავტომობილის დაქოქვასაც, ეგრეთ წოდებულ ნასტროიკას, უზრუნველყოფას პროგრამულს და ბევრ ბოლს და ბევრ ბახაბუხს. ჩემგან კიდევ ხელმარცხნივ ეს არის 4 გზის ჩემპიონი ნოდოს ავტომობილი, რომელიც თითქმის ფინიშია გასული, დარჩენილი არის ეგრეთ წოდებული ელექტროობა, ახლიდან ასაწყობი და პატარ-პატარა ელემენტარული რაღაც წყლის სისტემა, ზეთის სისტემა, რომელიც აი უკან დავამაგრეთ რეზერვუარი, ძრავი ზეთის და ესეთი ელემენტარული რაღაცები არის დასამთავრებელი. ეხლა კი მინდა გადავიდეთ უშუალოდ იმ ავტომობილზე, რომლითაც მე წელს ვიასპარეზებ საქართველოში, საქართველოს ჩემპიონატზეც და ასევე King of Drift-ზეც. ჩემი პირველი დრიფტკარი, რომელიც ზუკას ვათხოვე შარშან და სამწუხაროდ მანქანა დაიღეჭა თავიდან ბოლომდე. ეხლა უკვე მე და გოქსიკამ დავიწყეთ ამ მანქანაზე სამუშაოების კეთება. როგორც ხედავთ, აქ რადიატორი აღარ არის, წყლის სისტემა გადავიტანეთ უკან. სამწუხაროდ აქ არ გვაქვს ეგრეთ წოდებული ამწე პადიომნიკი და დღეს ან ხვალ ეს ავტომობილი უნდა წავიყვანოთ ჩვენ მეგობართან, ლუკასთან, ღარიბაშვილთან, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეს წინა დუგა ახალი აგვიწყოს და მას თავისი ეგრეთ წოდებული ამწე გვათხოვოს, რომ მე და გოქსიკამ წყლის სისტემა გავიყვანოთ, ასევე ეს ძრავი აქედან უნდა ამოვიღოთ, იმიტომ რომ ზეთის ნასოს აქვს პრობლემა, ატლევს აძლევს ხოლმე და ეგეც უნდა შევამოწმოთ და ისე უნდა ავაწყოთ, რომ მანქანა მთელი სეზონისთვის იყოს სრულიად მომზადებული და აღარ მოგვიწიოს ბევრი ხელების ფათური და ლუკასთან როგორც კი მივიყვან და ავტომობილიდან ამოვიღებთ ძრავს, მოდი შეახედე მე როგორც გითხარით, ზუკიტომ ძალიან დაღეჭა ეს ავტომობილი და მიყვავს სათუნუქე სამუშაოებზე ჩვენს მეგობართან, ჩვენს მეგობრის კომპანიაში, რომელსაც იქ ადგილზე იხილავთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადაუხადო გვერდში დგომისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ დაურეკე და ვთხოვე ავტომობილის გასწორება, სხვა ბევრი საქმე გადადეს და პლუს ამას ეს სამუშაო, რომელიც უნდა მივიღო, იქნება ესე ვთქვათ უსასყიდლოდ, მაგრამ ჩემთვის აქ მაქვს ეგრეთ წოდებული ცეცხლმაქრ სისტემა, რომელიც არის ძველი, ესე ვთქვათ, ამას ვადები აქვს და შეგვიძლია ამის განახლება, ამ ბალონს თვითონ წავიღებ გასანახლებას, მაგრამ სისტემა არის ძველი, რომელიც იდგა ნოდოს პირველ სერიაზე, ამ ცეცხლმაქრ სისტემას დავაყენებთ ამ ავტომობილზე, როგორც გითხარით, რადიატორი უკან გადმოვიტანეთ და წყლის შლანგები არის გასაყვანი, სულ ახალი ფიბერები ვიყიდეთ. ეს იქნება სურპრიზი, ჯერ არ მინდა რომ გითხრათ თუ რა ვიზუალზე იქნება ეს ავტომობილი, ამ ყველაფერს თქვენც იხილავთ ეტაპობრივად ამ ვიდეოში, რაც მოვიდა ეხლა ჩემი სატვირთოთი. ეხლა მაგ ყველაფერს გადმოვალაგებთ და ნელ-ნელა დავიწყებთ ამ ავტომობილზე მორგებას. ეხლა კი მინდა გაჩვენოთ ჩვენი გასათამაშებელი მანქანა, წამოდი. აი ეს ის ფიბერი არის, რომელიც მაგ კომპაქტზე ეყენა, მაგრამ მოხსენით და როგორც ვთქვი, ძალიან კარგი
გეგმები და იდეები მაქვს. ეს ჩვენი Mercedes-ი, რომლიდანაც ამოვიღეთ უკვე ძრავი, იქიდან გამომდინარე, რომ ნახავდით თქვენ ჩვენს ვიდეოში, ამ ავტომობილში უნდა მოვათავსოთ 1000 ცხენის ძალიანი M104-ის ძრავი, რომლითაც არა მარტო Მოსკვას ყველა 190-ს უნდა გავავასწროთ, რაც კი საქართველოში იქნება. გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე ჩქარი 190 გვეყოლება მთელ საქართველოში. ეს კი არის ის E36, რომელიც უნდა გახდეს შენი. აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ იაქტიუროთ, გაუზიაროთ ჩემი პლატფორმა თქვენს მეგობრებს, რადგან ყველამ გამოიწეროთ ჩემი არხი და ძალიან მალე ავიდეთ 33 წელს გამომწერზე და ეს ავტომობილი აქედან დავქოქოთ და წაიყვანოთ და აღარ გამიბურღოს ტვინი რუსთავის ტრეკის დირექტორმა, რომ აი აქ მანქანა რო აყენია, ამაზე ყოველ დღე ტვინს მიბურღავენ. ეს იყო პატარა მიმოხილვა, თუ რა გეგმები გვაქვს, ეტაპობრივად თქვენ იხილავთ თუ როგორ კეთდება ავტომობილი, ანუ ისე არ მოხდება, რომ უკვე გაკეთებულს განახოთ, ამიტომ გადავიღებთ რაღაც კადრებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვისოლის თლიან გუნდს გადაუხადო, რომლებიც დრივჩი ჩემი მხარდაჭერები არიან და Apo Motors-ის გუნდს, Reynolds, რომლებიც 2021 წლიდან დღემდე ჩემს გვერდით არიან დაუღალავი შრომით. დღეს კი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იტესტება საქართველოს ჩემპიონატის პირველი კონფიგურაცია, ჩამოსული არის გუგა კირვალიძე, მათეს მონსტრს ხედავ აქიდან, Mark II-ს, რომელშიც არის 2JZ მოთავსებული, ჯერჯერობით რაღაც Toyota-ები არიან შემოჭრილები, პიკაპებიც, ესენი მალე გავლენ და ნახავთ უკვე დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი კონფიგურაციის ტესტებს. ძალიან მალე დაგიბრუნდებით უკვე ჩვენი სიახლეები თუ რას როგორ გავუკეთებთ ჩვენ E36. Wow! Wow! Bravo! Bravo, boss! ამოვიღებ რაღაც. ხო და მაგას მეუნებოდა რომ ეგენიო სტორიაო და რაზვალი თუ მაგიტო სტორდებაო და ისაო და ესაო და რაღაც სისულელეებს მეუნებოდა კარჩი. და ახლა დასაბრენდი მყავს. მარტო ერთი დღე მაგაში მინდა. აქედან ამოვიყვანო. მაშინ ეს ადგილი უნდა მოვჭრა. აუბრუნოთ. ხო, ეგრე უნდა უკვე. გასატარებელი და ეგრე გავატარო. ხო, რა ეგ გასატარებელი გავაკეთოთ მაგაში. და პომპა დავაყენოთ სადღაც აი აქ, რა. რადიატორის ქვემოთ. პომპას დააყენებ მაგაზევე, ხო? ხო. ცოტა აქეთ ხო რაღაცა მიაყვა ეს არის მას ქონდა. ვაფშე პომპას აქვე მივაყენებთ ესე და აქ წავა ერთი იქით, ერთი იქით. 36-დან 80-ზე გადამყვანი. მაგრამ ზემოთ არის პატარა ჩეპე. ანუ ტურბო ძალიან წერაა, რა.
რამდენად იგივე 90-ზე გადასვლა არ იქნება. კაი, წყლის შლანგის სამაგრები გვიდა, ხო? შლანგი. გრები. წყლის შლანგის სამაგრები გვინდა. იგივე 90-იანს ვერ ჩასვა რა. ვერა, უნდა გამოვიდეთ. როგორც მაქით არის. კონუსის ფორმა აქვს რა იმ გადამყვანს. კონუსით გამოვალთ და მე წავიდეთ ამ ხელ ადგილი ექნება გადამყვანის რა, რომ გასკელდეს. ეგეთ შეიძლება. კარჩი, რა ვიცი, ტიპებმა სოროქშეზე აწყობენ M2-ებს და რაღაცეებს და M2 პირდაპირ მიდის. ხო და ჩვენს პირ ავიყვანო და გადავჭერ. მოიტანე და ვცადოთ. თუ არა და ცოტა იმებში გავუძდით რა, ამებში ყოდრა პატარა გავუძდით ამები. ხო. აქ გამახინდება ჯობია რომ კარებში ზაზური დატო საჰაეროს პონჩზე. ხო. ნახავთ ყველაფერს. კაი, მოვიფიქრებთ რა მაგას, ანუ პიერს ვაწყობთ ამაზე რა. კაპოტს კაროში, ხო, კაი, კაპოტს იმას რო გავყვი. კაი, აქ მინდა რომ ამ სამაგრი მოვიტანო, ჩავიწერო დინამოს სამაგრი. და დინამო უნდა ჩავიყვანოთ ქვევი, კაროჩე. რადიატორზე მაგ გადამყვანება, ნუ არ მჭირდება, დანარჩენს მოვუხრით ყველაფერს გავაკეთებთ. ეგენი ის წაყენია იმისი? თუ ამის ტურბოზე ამას არ აქვს გაგრილება, კაი. ამას ტურბოს გაგრილება არა აქვს და აი ამას რა უყოთ? თორე რომ დამაგრდეს, ამოტრიალდეს, ანუ ეხლა ეს რომ მოვაჭრე, ეგრევე შეგვიძლია გამოვაგდოთ და რომ პოზა გადამიჭრა. და ეს ამას რომ მოვაჭრი. მე ეს რამენაირად რომ შემილამაზო და აქ ეს ფეხები რომ დააგრძელო და ამას მიასვა. არა აქ იქით გამაგრება დუგაზე, მოხდე კარკაზე. ძველებული რო არის. ანუ ეს კულერი ბოლოს უნდა გავაკეთეთ უფრო. ძრავი იგი. პირველი ძრავის თემა უნდა მოვჭეთ. ანუ პირველი კარტერი უნდა ვნახოთ როგორ ვაყენებ. წყალი გლუშტელი მოვჭეთ, მოვიშოროთ უკანა მხარე და მე ამას დავუვარავთ. არა ეს შანსი არა იქ რომ ჩაეტიოს 0%-ია, ნახე რა მხელაა ეს. ის ემი ვისია. ის ჩემი ბავშვისაა და ეგ ჩიტნოდ არას. ეხლა წარმოიდგინე ხელსაწყოები რო გვასპონსორებდნენ, მე და გოგა როგორ უმუშავებთ ამებს ესე გამოვაჩენთ და წარწერებს და რაღაცებს ვიზავდით, ხო? მაგრამ არ გვასპონსორებდა მალავთ ხა ესე მშვიდ. ეს ბალანსის გამო ეს ბალანსი როგორც გითხარით, ჩვენი 36 უნდა გავაცოცხლოთ. ეხლა მოვიყვანეთ ლუკასთან, ღარიბაშვილთან, ჩვენ მეგობართან, პროფესიონალ ავტომობილელთან. ეხლა ვართ BMW-ს სასაფლაოზე. შეიძლება ესე დავარქვათ აქაურობას BMW-ს სასაფლაოზე. გაიხედე იქით რამდენი BMW-ები. გარეთაც ბევრია. დაუბრუნდეთ ჩვენ საქმეს. როგორც გითხარით, 36 უნდა გავაცოცხლოთ. ჩემი პირველი დრიფტკარი, რომელთაც მივიღებთ კინგ ოდრიძე ასპარეზობას და საქართველოს ჩემპიონატზეც. რაღაცა ნაწილები მოხსენით პირველ ეტაპისთვის, რაც ვიცოდით რომ უნდა შეგვეცვალა. ასევე დავგეგმეთ თუ ხვალ რა ნაწილები დაგჭირდებოდა და რა გადამყვანები ეგრეთ წოდებულ გამშვებ სისტემაზე. როგორც გითხარით, გამშვების სისტემა უნდა გავაკეთოთ, წყლის სისტემა და წინა დუგა უნდა გავაკეთოთ კიდე აუცილებლად. ახლოდან მივიდეთ და შეგახედოთ თუ რეები შევცვალეთ. ნახე, შეახედე პირველი სერია M104, ბევრჯერ ვთქვი რომ ძალიან მინდოდა პირველ სერიაში M104 მომეთავსებინა, მაგრამ ჩემი კუზაო ისევ განისვენებს ჯერ და არ მოვათავსებ M104. მოდი შეახედე აქეთ ჯერ
აი ეს დეტალები იყო რაც გვეყენა, ეხლა რაც მოხსენით, დინამოს ამაგრი, ეგრეთ წოდებული კონდიციონერის კი გვეყენა, მაგრამ აღარ გვიყენია. ლუკა არის ჩვენი ხემზღვანელი, მითითებებს გვაძლევს რა როგორ უნდა გავაკეთოთ, შემოვეჭერით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ. ნახე როგორი დაწვრილებული არის, ძალიან მომწონს ესეთ ვიწრო დრო იყურება ხოლმე, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვტოვებს ეგრე ვიწროს ძრავებს, იმიტომ რომ გჭირდება. ხო, დინამო და რაღაცები. ეხლა ნახეთ დაიმახსოვრეთ როგორ გამოიყურება და როცა დავამთავროთ, მე განახებთ უკვე როგორ ვიზუალზე იქნება ჩვენი ავტომობილი. ასევე არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 33 წელს გავამწერზე რომ გავათამაშოთ E36. ასოსი გვინდა შლაგის სამაგრი და კოლექტორის ზომა წავშალე. მიდის 20-ია, მიდი. კოლექტორის 3 ცალი 90-იანი მუხლი დიამეტრიც და გრადუსიც 90. წერტილი უწერია, ესე იგი აქ დამთავრდა. 3 ცალი 90. შენ გაგება გიჭირს რა ჩემი ბრალი. გიორგი ორიანი დაჯექი. 90-ზე. ეცავი დიამეტრით რა გრადუსი. ზე გადამყვანი ეს წავშალო ხო? აი, გამოყვა საშემოდგომო განები თავის. რა როგორ წერია? ნახე. ერთი ცალი 76-დან 90 გამოტოვებული. კარტერის ნასოსი და აი, მე წავიკითხავ და კარტერის ნასოსი და სხვა ის წინადადება იწყება. კარტერი ნასოსი. ხო. შლაგის სამაგრი, გამოტოვებული. კოლექტორის ზომა. სწორად უწერია რა გინდა ერთი ცალი. ხო და მოთხრობასავი რატო უწერია ესე რომ რა გამოწერია? უწერია ჩამოყოლებული შეთა როგორ არის? გრეჩო აი ნახე გამოტოვე დედამო ეგრე გამო ის ხაზით გაგიბლებს კიდე ტრუბა მე კლიანეტზე წავედი ბიჭო იმაზე კოლექტორზე რომ ჭირდება ჩიტის მოხრა 90 390 და წერე კი ზუსტად თუ გაინტერესებს 90 წრიანი და 4 მმ-იანი რო იყოს კედლით აი ეგ შეცდომა მიხვდი რომ სპორტულ მანქანაზე ამ ხელა ისა და ესეთი კედლით უნიტაზის მილი არ მოიტანე ატლების ბაქს ვაკეთებდით და 100 ტრუბა მოიტანეთ ხელკედლიანი მეთქი და დედასპიცა ვარ აი ძველი გაყვანილობები რო იყო იმში რა ძველ კორპუსზე ჩუქუში და ესეთი მილები ხო გახსოვს ერთმანეთზე რო იწყობოდა დედასპიცა ვარ ეგეთი მილი მოიტანე ორმა კაცმა გადმოვიდეს ამ ხელა იყო სიმაღლე წიმწიმე ეხა მან ჩემი ნომერი მიაწერე ვა დღეს არის დღე მესამე, როგორც ხედავთ უკვე მოვედით ლუკასთან. ეხლა მოვიტანეთ ის ნაწილები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომიდან, რაც გვაკლდა და დღეს უკვე დავიწყებთ წყლის გაყვანას ავტომობილზე და ასევე დავიწყებთ ეგრეთ წოდებული ძრავის დეტალების დაყენებას. ეუზეთი გაუნა. აი გაუგუნე ასე იყო ეს ხერხი ხო გაიშალა თუ რამეა ხო ერთი გაგვილება რო ხოდა თუ რამეა რომ ორივე ერთნა просто მე ის არ უნდა ჩავამშორდეს რა სანამ სტარტზე დავდგეთ ახლოს უნდა მომყვება რა ცოტა გამოიწრებს ეგეც რა აქ იძახი რომ ესე წავიყვანოთ გვერდში ჩაურეკოთ თვითონ შლანგში ჯობია გავაკეთე ნუ პრობლემა ხო შლანგში ჯობია ისეც დავითრევ კიდე ერთხელს აგე მეორე მხარე ხო არ დავიჭირო რო არ დავარდო
ხო ჩვენ? მაიტა. ეს მოხსენი. მარტო ამას უნდა. ხო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს პომპა არის ბუჩქის ნაქონი. იცი? დამასწარი კიდო და მანდ. მე როგორ დაგასწარე? მე უნდა მეყიდა და დაურეკა გუშინ წამო გიორგი. მოხსნიდი და აქედან გადავაბოდით უკვე მკინე. ბიჭო არა, აქ ყურე. ხო. ეს იმაზე იქ აი ეს. დიდხარი არ გადაჭრა მეთქი? აქედან ამას გადავაბოდით. ეგ იქნება რა. როგორც გინდა მე ლამაზად მინდა რომ გამოვიდე. ლამაზი იქნება. ნახო წამოდა როგორც გინდა და ისინი შეგააკეთე. 2 წუთი ვერ მოვითმინით კარგი. რაჯანზეა. აგრეთვე რეალიზატორი ხო არა ეს შენი არ იცოდეს სხვა მომჯეროთ გიგონება იმ აზერზე გამოჭრეს სპეციალურად იმ სამი თუ M4? ესენი მოვაჭრათ მეთქი. არ მოვაჭრათ. M4-ის არის თუ M3? არა ეს სპეცზაკაზია ლაზერით გამოჭრეს M3 M4-ის არის. გლახა აი M4 ვარი მაგრამ $100 ვყიდიო მაგეებსო. არ მიგადასახდები. მოხსენ პლასმაის ხამუთებით დავკიდებ ამის ზედად მოხსენ მე დავიჭერ ხოლმე ხელით მიდი ხო თესლობაა თესლობა. ისიჯო გიგონება იმელა ამისთვის არის გამოჭრე მართლა ამისთვის ხო და ეს ახლა აქედან დავიყვანოთ კაბელები მე ჩვენ ამაში აქ შევიდეთ. ჩვენი ძმა აქ ვერ გამოუყრიდით ამ კაბელს არა ვერა და ეგ პირდაპირ ეს დავტოვე სპეციალურად რო ქვევიდან. გვაქვს პლასმაის ხამუთები რეგულარულად გამოვართ მე ჩვენ. 20 ლიტრა დამიმატოთ მაგრამ ვასელა დამიმატა. ჰა? ატმოსფერულად. შენ ვაფშე ზიროუში ხარ. შენთვის ვერ გამოვართ ვერაფერს. არა ისე ლამდაც გაფუჭებული მქონდა 20%-ით მეტი ხა ლამდა თუ ქონდა გაფუჭებული და ბაკი გაფურეთილი ქონდა და გაზდიგობდა პროცესი. არა ეგ ლამდა მუშაობს 4000-მდე და სუპერ დააბროს. ანუ მე მუშაობს. მე მე ბრატ რა მანქანების მყოლია, აი ამ X5-ით დამთავრებული, აი ამითია 3-დან 2-ით. სუპერს რო ვასხავ. უფრო მეწს გავდივარ ხოლმე, ვიდრე პრემიუმს რო ვასხავ. ბიჭო, მაღალ მუშის ხარისხი რომ ესაა. ეს რაზესაც მოგიფიქრებიათ ბიჭო რა ეს მე საწითაოდ ვიგულისხმობ პელეები ხართ ბიჭო მისალის საფრთხეები რა დააკეთე. მისალის საფრთხეები რა მუშაობს? ნისანი როგორც ხედავთ მოსაღამოა უკვე ჩვენს თავს ჩვენს გარდა ყველა წავიდა აქედან თითქმის წყლის სისტემა მოურჩით უკვე ავტომობილზე ახლა უნდა გავიყვანოთ ცეცხლმაქრის სისტემა და დღეს ამით დავამთავრებთ ხვალ უკვე უნდა შევცვალოთ ეგრეთ წოდებული კარტერი და ძრავის ზეთის ნასოსი უნდა დავაყენოთ დიზელის და უკანავანიანი ამ ყველაფერს ხვალ იხილავთ დავაყენებთ დინამოს და უკვე ასე თუ ისე შეგვიძლია მანქანა დავქოქოთ და ხმა მოიღოს ხვალ მანქანამ დაგვრჩება მე რკინის სამუშაოები ეგრეთ წოდებული წინა დუგა და იმედია ბევრ დროს არ წაგვართმევს წინა დუგის გაკეთება იმიტომ რომ ლოდიქით ფიზიკურად ვერ ვარგებთ ჯერ სანამ დუგას არ ავაწყობთ ეგრეთ წოდებულ ბაჟბარს
როგორც კი დუგას და ბაჟბარს დავამთავროთ, მერე ბოლოს ტრეხები იქნება უკვე მანქანის ბოდის მორგება და როგორც კი ბოდის მოვარგებთ ავტომობილს, პირდაპირ წავიყვანთ დასაბრენდად. და იგივე კონტროლში ვიდო. იგივე და მოცულობ ხე ვერ გადააბას ის. დღეს გვაქვს დღე მეოთხე. ცოტა ხნის წინ მოვედით ლუკასთან. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ამინდი გვაქვს. ნახეთ ჩვენი სპონსორისგან. სტიკერების ახლები გამოგატანეს. სტიკერები ბევრი გვაქვს. ნახეთ მოგვივიდა ის ნაწილები, ზეთები, სითხეები, რაც გვაკლდა დღეს. ეს არის ჩვენი ახალი კარტერი. კარგად გამოიყურება. იქ გავაправე, რომ იქ სადაც ხელებს იბანენ, იქ შევალდა, იქ გავრეცხავ ბენზინით. კაი, მოდი ახლა ესენი ამოვიღოთ. ეს რა არის? ეს რანაირი ნასოსი? აი, დაფა არ გამოგატანეს, ხო? აი, დაფა არ არის, ხო? არ ვიცი ესე იყო. ხო, დაფაც გვინდოდა. თანი ბატონო, ეს ორი. აუ რა, სულ თვალებში მესხმევა. ფუ, თვალები დამიწვა. დრიფტის ხერხს მოითხოვს. მეგობრებო, როგორც წერან ნახეთ, გოქსიკა მოიტანა უკვე ნაწილები. ეს არის 6 ცილინდრიანი დიზელის კარტერი, რომელიც პირდაპირ მიდის M4-ზე. ნახე როგორი ნასოსი აქვს, თან ესეთი ნასოსი აქვს. ეხლა ამებს გავრეცხავ და ცოტა ხანში ნახავთ თუ როგორ დავაყენებთ ავტომობილს. ყველაზე მთავარი, ამას იმიტომ ვაყენებთ, რომ უფრო მეტი წნევა აქვს ზეთს, ანუ უფრო მაღალი წნევი და ბარით აკაჩავებს ძრავში, ამოვაგზევით და ამას აქვს უკანა ვანა, რომელიც 36-ში პირდაპირ მიდის მარტივად გადაკეთებების გარეშე. ეხლა ქონდა გადაკეთებული კარტერი, როგორც ნახეთ. ეგ ეხლა იდეაში იმაშიც ხო იჭერდა. მაკარტერშიც. ვაყენა ესე რა. მაგ დროს იმაშვებოდა ხოლმე. მაგ დროს ქონდა ატლივი, კაროჩე. შუაში ნამდვილად დაყო. დაჭრი ბრატ. უკან სალონში ხო იყო ცეცხლი მანქანაში. მანქანაში იყო ცეცხლი. და ამან წყალი რომ ისა, მანქანა ქვევიჩა და პოლს მოეკიდა მე. ო, ან დირკებიდან გავიდა. გელაში სტიხომში რო ქონდა, ხო გახსოვს დინო? ხო. მანდოთ, короче, და CLK-ს ანასტროიკებდნენ რაღაცა. რა ჩაიგე რა? ნახტელი ამი. ბაგაჟის ჩავჟექით რო აი. ეგრე ჩაიჭი. შევცის და მე მოეკიდა ცეცხლი. გადაო. მეკომისხა ის ვერტანო. ბასკიცაური გავმოგდა ცეცხლი მომწევდა. წარმომიდგენია ბრატ. როგორც აღმოჩნდა არ ყოფილა ადვილი კარტერი დაყენება ბევრი გადაკეთება მოუწია. ამიტომ ლუკა თუ არ იქნება, არის უფრო კარტერი დაყენება და თქვენი. არა, იმასე. არა. სუდი არ მოხდა, პირიქით, კარგი. ნახე როგორ გადაჩაისო. როგორც ნახეთ, დიზელის კარტერი მოვიტანეთ.
მე გონა რა უფრო მარტივი იქნებოდა დაყენება, მაგრამ ბევრად რთული აღმოჩნდა და კიდევ კაი ლუკა და კოპსთანა ჩვენთან ერთად არიან და ეხლა მოვაჭერეს რაღაცეები და მივაყენებთ უკვე კარტს. იგი ჭერს? ო. ეს გასაჭრელი. ალბათ როგორ ემზადებით 2026 წლის სეზონისთვის? არ მეტყობა როგორ მზადები. სად ვარ არ მეტყობა. ეს მოსაჭრელი. 26 წლის სეზონის ვიწყებთ. უკვე გახსნილია. ეხლა რა მაინტერესებს? კაი იყო რა. თავი არ მიარტყალე ვაკი. ედი რა უნდა მივა. არის რა თქონოდა? გადის ოთმედი. ჯერ ვიყავ. ეს ცოტა შორს გადაჭერი ეს. მინდა ვიყოს ვარში კი, მაგრამ არ გამომდი. შენ 100 დოლარი იქონია ჯობილი. ხალუკა გააკეთიან. აჰა. მე ჟავი კაბელად პარტივია, ბრატ, მოიწონა. ეგა. აკი დააკიდე ორი ცალი. ვისი რომელია უკვე? აი ეს არის ამის დასრულებული. ვისი რომელია? აგერუტერმიოდა. კონსერვატული დიზაინერი ვადება. ეს დადებითი საუბრობთ მიმართულებით. ვარგა ეს და მოჩენ განდი. ამას არ უნდა დაჭირა გენაცვალე? შემოვატრიალე ხელის შიშლა ვერ გავაკეთე. ეს რა თავს აღესვა და მოკვა. დარებ შიატრია. ა? კომატორსაც ეყოდი. არა, ასეთ კარტი. სერათაც მიდივი. მაგას გაუშვიყვილე მიდავს ეს ურავი მოგვიცა. შუიდა. მე მოდი დავიდა. ალა. კიდე უნდა? ო. ცოტა გაატრაშოთ. პისტოლეტი გინდა ეს. რა რამდენიანი იყოს? 19. ფიზიკა. ხოლა. ეხა მატორი. და ვინა მეორე ვანდივი. გადაუშვა თან გადაუშვი ზედა ბოლტი, მაგრამ აზრი არა. მოდი რა, რას ვიზა, ვიცი? ზედაბოლს მოუხსნი. ეგ თავის ადგილზე ჩავსვა და მერე დაუჭერს. პარკარობაში მოხსნილი და დაიწევს მოტორი და კარობკა დაბლა და მოგცემს საშუალებას რომ ატრიალო წაიტანო. აი ამას უნდა დაუშვებ აღარ მოხსნი. რა, ეს დაუშვი ხა პარკარობაში ჩამოვაგდე. რამდენიანია პატრონი? არა, უარესია რა, ეგ ფიზიკა. გურუნარი უარეს. ხო და ამას მოუხსნი, ამას ზედაბოლს. მოხსნი, მე უკან არ გინდა დაჭერა. ბოლომდე არ ამოიგო. არ ამოიგო. ანუ ჩვენ ეს მატორი აქეთ მოგა, კონტროლია. ო, და ტრავერსიდან პარკარობაშიდან მოხსნი. და აქ არ ედება, რას ედება? პარკარობაშიდან მოხსნი. ოფიციალურად გამოდა. ბატონი კაბადი. ის უკვე გამაშეთი განერო კონდიცია გაიქნა. მაგარი მიაქ შეში.
ამდენი წყალი უნდაო? კაი, ანუ 9 ლიტრა ეგ იყო, 5 ეს იყო ანტიფრიზი. მაგდენი სადმე ჩავა? შეიხედეთ, აბა. ერთი 50-ჯერ მაგ შეცვლი რა უკმარეს ბაღ, რეფსულებს და ჩვეულებრივი რეზ ბაღ. მაშინ გიორგის დავეთანხმოთ. უკუღარეზია. მოჭერაზე ეშე. მარა არ ეჭირება. კი არა და არც ეშვი. სხვა? ბიჭო, რა. რა მეგადავებით? იცი ნამყოფი ხარ? კი, მილიონჯერ. რა, ეს თუ არ არის ჯანება, მე რა უნდა ვქნა? არ ეჯანები. მიდი. Two hours later. იქ ფთას რამე რო გაუჭირო. ჩავტე ხავ? ხო. მოეშვა ოდნავ, მაგრამ მაშინ ამაში ჩავუდოთ რამე. ეხა ეგ შაიბა მოხსენი. ვინახე ჩავიდე. 27 ან 24. 24 უფრო იქ. შეიძლება დასწრაფდეს. მაგი დავუმეტ. რა? პროხა ახალს მაგალითს უნდა ყავდეს რა. მორგებული ანუ ერთნაირი კონჩიროლიოს. საბურავი გადაყირავდა. ეს თუ აქედან მოუწია აქ და აქ სხვა მოუწია, ესე იგი გეომეტრიულად სამაგრები ესედგა. ხო და ეს ოქსი ხა რო დაასლაბებ, მაგას განახებ და გასწავლე და მე მიხვდები როგორ. გასწავლე. ხო. შენი ძახი ეს ასე წამოვავ რა, ხო, ეგრე წამოვამე. წამოვამე. საბურავი გადაიხრება. ეს თავი შუპის რო შავსვა შეიძლება, ხო? დავკო კოკარუჩე. პინო. რახტე. ზეთი ჩასი. არა Wow, bravo, bravo boss. რაღაცები დახედე, ხო რო არ გასდიოდეს რა მთა. წყლის ტემპერატურას წერს 80 გრადუსს. ხრება აზრი არ აქვს დინა. არა, ჩეკს ანთებს თან. გასვერ ვაძლევე. გასრო ვაძლევ პერებოია. შეჭებია ძველი და მაგი. ცოტა გამოვაშროთ და ეს. დენიაო ცოტაო მეუნე. ჰა? ცოტა შეთმეს ბატონო. წალს 80 აჩვენე. წალს 80 აჩვენე. ბომბარდავა ერთოდ. ვინა კარტე დაიხოშან. იმას ისწრებოდა და ერკლეუსი მოდის იქიდან. ვაა დინამოს აკურა მოდიოდა. აიხმარ. ყველგან სიმშრალე. ჰაერები აქვს ბევრი.
არა, აი ჩამრთველი არის იმის. ვინ წილიაწორი. როგორც ხედავთ, ჩვენი ავტომობილი უკვე ავიყვანეთ ჩვენს ტანჯულა ევაკუატორზე. ნახეთ, აქ გამოვიყვანეთ გამშვები კოლექტორი. კონკრეტულად რა გავაკეთეთ ამ ავტომობილზე, როცა გადავიყვანეთ ავტოდრომზე, იქ მოგიყვებით, თითოეულ დეტალს განახებთ თუ რა გაკეთდა. ეხლა კი უნდა გავიქცეთ ჩვენს გარაჟში. მაიკა? მაიკას ვაფუჭებ. რა მაიკა? ოიმე, მაიკაც რაცია? ვაფუჭებ რა. რა საფუჭებ? ბიჭო. რა სვითო ეს რა? ბე. ახლოს მოიტანე კამერა. ნახე. FW. ვაფუჭებ. შეხედი აბა. როგორც გითხარით, გადმოვინაცვლეთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ეს არის ჩვენი E36. ოღონდ რაღაც სხვადასხვა მოდელის დეტალები უყენია. 2 დღის უკან ვითვლიდით და 8 ან 9 სხვადასხვა ბრენდის ავტომობილის ნაწილებისგან არის აწყობილი. ეხლა ვარგებთ ეგრეთ წოდებულ კარნიზებს, კიდე სხვა მოდელის მანქანის, მაგრამ როგორც შეგპირდით, განახებთ თუ რა გავაკეთეთ ჩვენ ამ ავტომობილზე. მოდი დავიცოთ ახლოს. როგორც არასდროს პირველად დავაყენეთ ფარები. ეს ხაურა გვეყენა ხოლმე, მაგრამ რკინებში და ძალიან საშინლად გამოიყურებოდა. ავაწყეთ ახალი ბაჟბარი. როგორც ხედავთ, წყლის სისტემა საერთოდ აღარ არის წინ. გადავიტანეთ უკან წყლის სისტემა. მოდი აქეთ შეახედე. დინამოს ახალი დამჭიმი და სამაგრი ავაწყეთ. გადავიყვანეთ ორ შკივზე, ესე ვთქვათ, მარტო დინამოზე კალემონზე გვაქვს შკივი. ეს სველი იმიტოა, რომ ეხლა რეცხავთ დავასუფთავებთ. დავაყენეთ წყლის ეგრეთ წოდებული წუნინგოვი პომპა, რომელიც არის ძალიან მაგარ ადგილას მოთავსებული და ამას ნახავდით. და ავტომატურად წყლის რეზერვუარი, ესე ვთქვათ, რადიატორი გადავიტანეთ უკან. მოდი. აი ეს კი მოვარგეთ საერთოდ სხვა მოდელის და საერთო ჯამს და ვიზუალს კარგად განახებს, როცა დაბრენდილი იქნება. ეს ეგრეთ წოდებული რაშილი წელი, ანუ აქაც წყლის სათავსო, როცა ფართოვდება და გადმოდის, დავაყენეთ აქ. ბენზინის სისტემა გვიყენია უკან, ATL-ის რეზერვუარი და აი აქ გვაქვს უკვე რადიატორი გადმოტანილი უკან. მე მგონი ძალიან მაგარი გამოვიდა. მე პირადად კმაყოფილი ვარ. ეხლა ბიჭები შუშებს აკეთებენ და კარნიზებს. მე ავტომობილს წავიყვან დასაბრენდად, გავაკეთებთ ეგრეთ წოდებულ თვალების შეყრას, რაზვალს და დავიწყებთ ვარჯიშებს იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მხოლოდ და მხოლოდ პირველობა და არ გვინდა სხვა ადგილისთვის ბრძოლა საერთოდ. ანუ არც მეორე ადგილისთვის ვიბრძვით და არც მესამე. მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება გვინდა. კიდე გამშვების სისტემა უნდა განახოთ. აი ნახე, მოდი დავითანახე. გამშვების სისტემა გავუშვით. რა არის? პატარა მოჭერით? ჰა? ჩემი კაი. 90.
90 ბიჭო. ნახეთ, აი აქ მოდის გამშვები, ამას გავამაგრებთ. ანუ ესე იდგება, კარგად გამაგრებული. ანუ დარტყმას ვერ გაუძლებს, მაგრამ იმედია აქ არ დამეჯახებიან. თუ დამეჯახებიან, მათი ბრალი იქნება. დავაყენეთ ცეცხლმაქრი სისტემა. უკან ბატარეა, ეგ ეწოდება აკუმულატორით შეფუთული გვაქვს. ნახე აქ როგორი სამაგრია უწყეთ, დავადუღეთ, რომ ეს მაქსიმალურად მყარად იყოს. და იქით ამ მხრიდან ჩემს ფეხებში სალონში გავაკეთეთ 2 ფარსუნკა და ძრავში გავაკეთეთ 3 ფარსუნკა. ერთი ახლა აქ გვაქვს, როგორც გითხარით, რეცხავთ, მეორე აქ და მესამეს თავი მომიწყდა და ამ თავსაც აუცილებლად გავაკეთე. ეხლა გავასუფთავებთ, გავალამაზებთ ჩვენ ავტომობილს და უკვე სამშაბათს დავბრუნდებით ავტოდრომზე, როგორც გითხარით, გავაკეთებთ თვლების შეყრას, ეგრეთ წოდებულ რაზვალს და სამშაბათსვე გვინდა რომ წავიყვანოთ მანქანა დასაბრენდად, რომ გავამაზდეს და იყოს ძალიან ლამაზი და არ გამოიყურებოდეს ესე უშნოდ სხვადასხვა ფერებში და სხვადასხვა ვიზუალზე. თავარი არ მინდა დამოვიწყდეს ახალი ეგრეთ წოდებული კოილოვერები, ამორტიზატორები გვიყენია დაკიდების სისტემა, მაქსების, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გზებზე აბსოლუტურად საკმარისი იქნება. წინ დამატებები დაგვრჩა დასაყენებელი. დისკებზე უნდა მოვიფიქრო რამე, იმიტომ რომ GT86 და პირველი სერიის დისკებია ეს და ამ ავტომობილზე ძალიან გარედგება. რაც მქონდა BBS-ის ძალიან მაგარი დისკები, ის სამწუხაროდ ზუკიტომ გამიტეხა ერთი ცალი წინა, ერთი უკანა მე გავტეხე და ისე გამოდის რომ ვეღარ ვაკომპლექტებ. იდეაში სხვა J იყო, მაგრამ მაინც ვერ დავაკომპლექტები, ხო? წვენი რო ყავდეს, ფანტა რო იყო სპონსორი, ხო? მე კოკა-კოლა მირჩევნია, პრობლემა არ არის, არანაირი. იყო წვენი გამაგრილებელი ზა. ანუ ბატონი თემური გვინდა. ისმე, ვა, ბატონი თემური. ბატონი თემური. აჰა. ბაზარი არ. ბატონი თემური. ხო დავლებდით აქ. არა. მაინცოდ. არ არის, მაგრამ მაინცოდა თუ იქნება. რაც თავარია, ბიჭების მოწოდება არის, რომ იაქტიუროთ, ბევრი სპონსორი გვინდა იმისთვის, რომ საწავიდეთ ევროპაში. სპონსორები გვჭირდება, გვერდში დგომა იმისთვის, რომ აქაურობას გავეცალეთ, ხო, იმისთვის, რომ აქაურობას გავეცალოთ, წავიდეთ და ევროპა დავიპყრო და ვანახოთ ნამდვილი ქართული ძალა. გუნჩი, მერსედესში და BMW-ში ერთად როგორ არის? ერთ გუნდში, ხო? ერთ გუნჩი. ვიან მერსედესი? მე იასინ. როგორ ახარ მერსედესი კი დილიდან მოსულხა BMW-ს აკეთებ, ბაიკა BMW-ს გასვია. ეს სამუშაო. გარშოკი გაფარია თავზე რაღაც მერსედესი და ეგ არის. გარშოკი გაფარია თავზე, ხო? ძალიან ლამაზი გამოვა, ვისოლის მწვანე ფერები. მე ისე მგონია რომ მაგარი იქნება. შუაზე გაჭირდა. უეჭვე. მაღალი წერტილი გაზომე? ნასოს გაუთიშე ჯერ. არ დაიკოქება რა უნდა. დენი არ ყოფნი. გაიხდება რა, როგორ აღარ ხო, ვიცი, შეჩემო რა. მანქანა შემოიყვანეთ, მაგას ვიძახი, შეჩემო თავი. მე ისე გოქავდი ხო რა გჭირს შეჩემო. აჰა. დააჭირე ერთს, დააჭირე მეორეს. ნასოს ჯერ რა ჩართო. გამორთე ხო ნოფიდან ერთიანად. ეხა ჩავაჭართო სტარტერს, მე დააჭირე რომ აინთოს. მიდი. არ გაუშვი. რატო გაუშვი? მაგას ვიძახი, ქრება მანქანა, რომ დავაპერემიჯო და ვაფშე აღარ ჩაქვდა. შუან ჩარტი ერთი წუთი დაწყნარდი, შეჩემო რა. ჩაო და
აკუმულატორი კაია. ვიცი ხო. დიდი ჩაო, ეხლა შეგიძლია ატყიელო დილად. ძახარ მოდიანი. მოდი? ყოველგვარი დრელი გავუკეთე. ატყიელე. აი, თავი ნაკეთია. ქუდი მაღლა მიყვარს. იცი შენ ნატელი რას ნიშნავს? ჩახსენი კლევა. მიცა უკვე 14 და დღევანდელი გეგმა სამწუხაროდ ვერ შევასრულეთ, მაგრამ ბევრი დეტალი გავაკეთეთ, რაც გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული ნასტროიკა გავაკეთოთ მანქანაზე. სოჩებზე გვაქვს პრობლემა, დინამოზე გვაქვს პრობლემა. დინამო შევცვალეთ, გავაკეთეთ, ნახავდით. GT86-ზე რომელიც დინამოც მეყენა, ის გადმოვაყენა და მუშაობს. ბატარეას იმედია დამუხტავს, იმიტომ რომ მანქანამდე რა დინამოც მეყენას თურმე აცლიდა მთლიან ენერგიას და იმედია ბატარეაც, ანუ ეგრეთ წოდებული აკუმულატორი არ გამიხდება საყიდელი. როგორც გითხარით, ნასტროიკის მაქვს სვეჩები, საყიდელი ახალი. შუშები დავაყენეთ. როგორც ნახეთ, კარნიზები, ეს რა გამოვა დაბრენდვის შემდგომ ნახავთ. სკამიც მოვათავსეთ, რევნებიც დავაყენეთ. და ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ ავტომობილს მალე დავბრენდავთ და ბევრი დღე დაგვრჩება იმისთვის, რომ გავტესტოთ და სულში ჩავახტეთ, რომ თუ რამე გასაფუჩებელია გაუფუჭდეს, რომ მაგის გაკეთება შეძლოს და შეჯიბრზე არ შეგვექმნას პრობლემები. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა სათადარი ავტომობილიც ყავს 3.0-46. სანამ ის დაიბრენდება, მაგამდე იმ მანქანით ვივარჯიშებთ. წაგიყვანეთ ხა ამ სკამს არ მოხსნით. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი, რომ მალე ავიდეთ 33 ტეტას გამომწერზე და ამახას ახალი სკამით გაგაგათ. ღვინოს გადაღება. ღვინოს ფილტრავთ. ვარგა? ალბათ. გვიტყვის.
აი ზატი პოსკო გააზრია. ამის ფონდ. არი კერეზმას წავს. ოღონდ შინ და შეიტანოს ცოტა. თქვენ უკვე ნახეთ თუ რა შეუძლია ამ ავტომობილს დავანასტროიკეთ ესე ვთქვათ, გავიარეთ ეგრეთ წოდებულ პადოგზე, რაც გვჭირდებოდა King of the Ring-ისთვის ყველა ძალა გვაქვს საკმარისად, პატარა ანტილაგიც მოვყარეთ. ბევრი აგიხსენით თუ რა სად როგორ დავაკეთეთ, მაგრამ არ გინახიათ ამ დიზაინით. სამწუხაროდ წინა უკანა ბამპერები არ გვაქვს, თორემ უფრო კარგად აღიქვავდით ავტომობილს, რომელსაც King of the Ring-ის ჩემპიონატზე იხილავთ. ასი გადაიხადე? კი, ბატონო. მადის არა აქვს არეგულირო? კი. რასით ანუ იმას ხოც უცვლით. სამუშაო ფაზას ვცვლით პორშინის. ამორტიზატორი მუშაობს ესე, ხო? ესე. შენ რო აქიდან ამუშავებ, აი ამ ხოძზე, ვაფშე სხვა ფუნქცია შეგისურვებს, აი ვაფშე. და გაშლაზე არის მუშაობა. ჩაჯებიც. ხო, იცი? გაზის ამორტიზატორს თქო რა. ამორტიზატორს თუ შევუცვლით სამუშაო ნახე, აი დაუღეჭე, ნახე რა კითხე, ერთი წარ მოვისვინე. სამუშაო. შეხედე რა კითხე. სამუშაო დიაპაზონს, თუ ამორტიზატორს თუ შევუცვლით სამუშაო დიაპაზონს, ჩაჯივი. გივი. მოშველითაც თუ რამე მე ალიბაბასაც მიწერე შიში. სამუშაო დიაპაზონში გაზრდილი. შევუცვლით სამუშაო დიაპაზონი შანს აქიდან რომ მუშაობ, აქიდან რომ დაიწყებს გაშლილი მდგომარეობით, ანუ გაშლილი მდგომარეობიდან თქო. თუ მუშაობდა პირობითად 5 სანტიმეტრზე, მუშაობა 10 სანტიმეტრზე. არა, ეცი პირველი კითხვა, მე მოვათელი ინფორმაცია მოჭიჭ. ანუ ეს ყავს, აი პედა შტოკი თქვა. სუსპენშენი ფოთოლინდამდე არ მუშაობს. 10 სანტიმეტრი ქვემოთ. კი. ის ბოლომდე თავისუფალი reboundi გაწელვის სვლა იზრდება. დიდყარი ჭეყლეო ეს აღარ გაიშლება ეგ დედა არა ძმა ის არ შეიძლება მამოწესოს აქ ეს ხოდის სპეციალურად დებილო დავარეგულირებ მაგას მოგიშო ვერ დაარეგულირებ საბურავი ლაკუს იწყებსო ძმა
საბურავის გზასთან კონტაქტის დაკარგვას, ცუდ ტრაქციას, განსაკუთრებით დრიფტეო. განსაკუთრებით ეხლეობა არ ხნაგო. შენ დაუჯერ ჩაჯი. არ ხნაგო ძმაო. კომენტარებში დაწერთ რომ ოდი შეხედება მუზეუმი. სერტიფიკატი ამოიღე. ამოიღე სერტიფიკატი. არა რა სამოიღება. რაც არ გაკვირ ამოიღე პარა. ამოიღე სერტიფიკატი ძმაო. აქ ხალხს ანახე შენი სერტიფიკატი. აა მეც დავბეჭდავ რა. ჩემი ჩაჭიბიტის მეტყვი ახლა დისერტაციას დავასრულებ. ესენი წაიღარ. ოჰ. აბა დედის მსერავი ისავალო მალი არის. მე არ ხონდა. ეკარი გიარო დედო თქვი რომ წინ ამის ერთი მხარე ემთხევა ამის ზუსტად მე თქვი უკან ამის გრაფიკა შეჩერდა. ვაფშე არ მოგწევ ერთი მაგას მანდ დააყენე ეფიჭო გება მე ეს ნახე და წერადი ბიჭო რო განა პრომოცია შეჩერდა ერთი ხე გაუკეთე. გება ან როგორ წიმაო ან როგორ გაკავს ან ერთი თუ დროს ინტეიქ ჩასვი. ერთი თუ და ინტეიქი არ ფიქრობ რა აქ რო გადის დროს იცით აუზო. ზუსტად მინდა მომიტანე. ერთი თუთი დაიწყე აცავე ჩეჩემა თავი დაანახე ძიშვილი. ეს ადგილო და როსაც ვეღარ გადავაკეთებ. არა ერთი აგრიგება ერთი კონტროლი ბაც ერთი ქვემოთ ესე დგება უნებადი რა გავაკეთე თავიდან ხო არ მოვიგონ წერტილს რომ ერთი ავაწყო რა და მარტო შიგნიდან გამოგესვა, მაგდა ისამარეზი რომ დომოდა ხო დავარტყავდი თავიდანვე. ნიანგივით აკპირდა მარტო შიგიდან რაუდანი დავაცალე მთელი შეჩემა. რა ნიანგივით აქვს? 2 მმ არა აქვს? აჰა, მიდი. ნომე. მიდი. ეხლა იქით ხარეს გააკეთე, ხო იგივე არის იქითაც, მიდი. რა პრობლემაა? მიდი. აი აქ რო დააწყე სამარეზი რა დააჭირო გიო რა. დაარტყი მე რა გამოვიდა შეჩემა გარი ვერე რა გამოვიდა გაშევა მოიჭრება შეჩემა შერაღაკში ო რა მე ჰა მერსედესი ხელის დასვა რო არ გინახე თიც გაუსმევ და ვსიო თიცკა რა всё რა ნაგებია აცი ერთ წამოვკნიდან როგორც ხედავთ დავასრულეთ ავტომობილი ძალიან ცოტა დაგვრჩა ფარების დაყენება დაგვრჩა წინა ბამპერი უკვე დავაყენეთ შუშაც შევცვალეთ მაქსიმალურად ამოვავსეთ რაღაც დეტალები ცეცხლმაქრის სისტემას სრულყოფილად დავამონტაჟეთ უკვე ფარებიც დავაყენეთ წინ ერთი ცხაურა გავტეხეთ არ გვაქვს სამწუხაროდ და ვიყიდით ახალს ამას
მე მგონი საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა. ნოდარი დაგვიბრუნდა თავის მუსიკებით ჩაგვირთო, ნახავდით კადრებში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. შეჯიბრზე გამოსვლა მინდა, არ ვიცი. ნახოთ რა იქნება. მეც მაგის იმედი მაქვს, რომ ეგ დღე ძალიან მალე დადგება. როგორც გითხარით, თითქმის სრულყოფილად დავასრულეთ ავტომობილი. ტორმუზებიც დავაყენეთ, ცეცხლმაქრიც დავაყენეთ, წინაუკან ტორმუზი გვაქვს. ჩემი საფირმო ტორმუზი დავაყენე, ნახეთ, მწვანე ფერის. გაოცდება ხალხი რო ნახავს ამას. და ხო, ხვალ უკვე მივდივართ ლილო არენაზე. ამასაც იხილავთ. მანქანის დაიწყება უკვე რეალური და სერიოზული ტესტები. წნეხის ქვეშ მოიქცევა ეს ავტომობილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იმუშავებს, არაფერი არ გამოიჩენს თავს, მაგრამ თუ რამე გამოყოფს თავს ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ნახე ყუთებიც გავავსეთ სათადარიგო ნაწილებით. გადაცემათა კოლოფიც კი მიგვაქვს ლილოში სათადარიგო და ერთი სიტყვით სრულიად მზად ვართ იმისთვის, რომ ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ და როგორც გითხარით, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ჩარჩან პირველივე ეტაპს წელსაც მოვიპოვებ გამარჯვებას. მეგობრებო, თქვენს მანქანას ესე არის. როგორც ნახეთ, გაიარა ჩვენმა ავტომობილმა ტესტები ლილო არენაზე. გზის კონფიგურაცია, რაც გვაქვს კვირას 26 აპრილს, გადალახა ამ ავტომობილმა მშვენივრად, ძალიან კმაყოფილი ვარ, არაფერს არ უჩივი. რა თქმა უნდა, პატარა პრობლემები გამოყო თავი, მაგრამ უცბად მოვაგვარეთ მე და გოქსიკამ, შეუვარდით წელში ამ ავტომობილს. ეხლა აბსოლუტურად ყველაფერი არის იდეალურად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს სპონსორს Whistle-ს და Apo Motors Reynolds გვერდში დგომისთვის. თქვენ კიდე ყველას გელოდებით 26 აპრილს ლილო არენაზე King of Drift-ის პირველ რაუნდზე, სადაც მხოლოდ გამარჯვება უნდა მოვიპოვო და 50-ზე მეტი მონაწილე უნდა დავამარცხო და გავანადგურო და ესე უნდა დავაჩაქუჩო იმენა მიწასთან უნდა გავასწორო ყველა. ამიტომ არ გამოტოვოთ 26 აპრილს ლილო არენაზე King of Drift-ის პირველი რაუნდი. გელოდებით ყველას მეგობრებო. Say I got a lower tone, but I'm saying shit with my chest right. Fuck you hoes.